წყალზე უარი არ უთქვია, მხოლოდ წყალს სვავდა, სხვა მეც არაფერს არ იღებდა და წყალიც კი აუკრძალეს გუშინ. დიახ. იყო სამარტო საკანში, სადაც რა პირობები იყო, რა ხდებოდა აი ესეთ შემთხვევაში? თვითონ იძახდა, რომ ძალიან ცივაო, ასევე მითხრა, რომ გონება დავკარგეო ორჯერო და არავის არ გაუწევია სამედიცინო დახმარება და გუშინ ვიხვეწებოდით სახალხო დამცველთან, რომ შესულიყო და მოინახულებინა, თუმცა მან განმეცხადა, რომ არავინ არ იყო შემოსული გუშინ. არავინ არ შესულა. არავინ არ შესულა, არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევია. და თვითონვე მოვიდა გონებაზე, თვითონვე შემდეგ მოვიდა გონებაზე და განაგრძო ისე ყოფნა. უმძიმეს ამბავს ყვებით. უმძიმეს პირობებში იმყოფება ეხლაც. ანუ შევხედე, რომ დავინახე მისი სახე, იმ დონეზე გამხდარი იყო და იმ დონეზე ცუდად იყო, რომ ფერი საერთოდ მწვანე იყო, აი ლურჯი, აი არ ვიცი, აი მოუხსნელი იყო ჩემთვის, ვერც გადმოვცემ სიტყვებით იმ დონეზე ცუდად ვიგრძენი თავი, ანუ მის მდგომარეობაში ვერავინ ვერ წარმომიდგენია.